ის რაც არავინ ინვესტორისთვის ნებადართულია, ქართველისთვის არ არის ნებადართული. ანუ, მე რო წავიდე და ტყე ვიყიდო და იქ ხავაში, უბრალოდ დაკრძალული მაქვს. ეს მიწა, რომელსაც ეხლა არაბებმა იყიდეს, ჩვენი რო იყოს, ანუ მოქალაქეების მიწა რო იყოს, ანუ ჩვენ რო ეს მიწა გადაეცა მთავრობას ხალხისთვის. და ამ ხალხს მიეყიდა ინვესტორისთვის თუ თვითონ დაემუშავებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის. აი რა ფორმა მოქალაქეების ეკუთვნის ისედაც სახელმწიფო. არა, სახელმწიფო ეკუთვნის, იმიტომაც მთავრობამ თავისი გაწყვეტილებით გადასცა რაღაც ინვესტორებს, რომ ხალხს არ გადაუცია, მაგრამ კაი, მე. ხო და აი ეს მიწა რო იყოს ხალხის და ქართულ ხალხს თვითონ გადაეწყვეტა ინვესტორისთვის მიეყიდა ეს თუ რა ვიცი თვითონ დაემუშავებინა, მე საერთოდ არანაირი პრობლემა არ ექნებოდა 6 მილიარდი რო ქართველებისთვის ვიღაცას გადაეხადა პირდაპირ ბიუჯეტის გარეშე, იმიტომ რომ გასაგებია კიდე რომ ბიუჯეტში ფული თუ შევა როგორც ამ სად დაიხარჯება ამას ქართული ხალხი ირიბა დაკონტროლებს თუ აკონტროლებს საერთოდ მე საერთოდ პრობლემა არ მექნებოდა. პირიქით მივესალმებოდი ინვესტიციას, რავი ჩამოვიდა, აშენებენ სამუშაო ადგილებს ქნიან, აშენებენ რაღაც სახლებს, ცხოვრობენ, იყენებენ რა ვიცი ჩვენ შრომას სერვისს და შემდეგ, მაგრამ ის რომ უფლებრივი უთანასწორობა ინვესტორისთვის ერთი პირობებია და მე მოგეთ არ შემიძლია ტბები და ტყეები ვიყიდო და იქ რაღაც გავაკეთო. უბრალოდ აკრძალული მაქვს ფაქტობრივად ეს ამბავი. ეს არის ჩემთვის თავარი პრობლემა. ანუ მიწა ხალხს ეს არის რაღაც გაუგებარი ცოტა ბოლშევიკური დროინდელი ლოზუნგი. ხალხი არის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ირჩევს ხელისუფლებას და ხელისუფლება განკარგავს. ეს კომუნისტურ დროსაც მაშინ ხალხის იყო ასე. თქვენი წარმოდგენა სახელმწიფოს მოწყობაზე მესმის ოდნავ განსხვავდება. ეხლა შეიძლება ამაზე ვერ შევჯერდეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის იდენტური სახელმწიფო ეს მთელი მიწა, რაც არის სახელმწიფო ქონებად აღრიცხული, ესე ხატოვნად რო თქვა, ყველაფერი რა თქმა უნდა ეკუთვნის ხალხს. არაფერი ხა ხალხი მე რასე როგორ ამბობთ ხოლმე, როგორ შეიძლება ხალხის იყოს? აკა იმას შენ მითხარი, რა მექანიზმი მოდი გადავსეთ ხალხს. რას გულისხმობ? პრივატიზაცია ქვია მას. პრივატიზაცია. ანუ ინდივიდებს. კი, აბა რა. და რა ფორმით? 7 მილიონ ნაკვეთად დავყოთ რაღაცა და ყველაფერი სხვადასხვა გზა არის პრივატიზაციის და ჩვეულებრივად რა თქმა უნდა ყველას გამოიტანოს შეიძლება აუქციონზე გამოიტანოს შეიძლება უფასოდ დაურიგო მაგალითად ჩვენ მოხდებათ რომ უფასოდ დაურიგოთ მოსახლეობას რომ მაგალითად როგორ უნდა გავარჩიოთ მაგალითად ვისად უნდა ეს მიწა ხო დიდია და როგორ უნდა დავყოთ აი 3 მილიონ 7 მილიარდ ნაკვეთად რომ დავყობთ მოგიყვები ახლა თუ გინდა უამრავი გზა არსებობს ბევრმა ცივილიზებულ ქვეყანამ გაიარა ეს და ზოგადად ჩვენი ქვეყნის 80% სახელმწიფო საკუთრებაშია და სახელმწიფო საკუთრება არ არის კერძო საკუთრება. ეს რო იყოს ჩემი მიწა რო იყოს. მაგრამ ეს ნიშნავს ხალხის საკუთრება. არა, ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრო გაიყიდა და ხალხმა ფული არ მიიღო. პრემიერ-მინისტრო გაიყიდა ეს მიწა რო გაიყიდა. არავის არ ხო ჩემ ჯიბეში უნდა წასულიყო ფული და ჩემ ჯიბეში ხო არ მიდის ფული. არა, ესე არა, შენ ჯიბეში, ანუ ის სახელმწიფო რაც შენ იძახი, ხალხი ირჩევს ხელისუფლებას, ბიუჯეტი საერთოა, მიწა საერთოა, ყველაფერი საერთოა. განკარგავს ხელისუფლებას. ამ საერთო კომპანიაში დაურიგონ მოქალაქეებს თანაბრად. ეს დაურიგონ, კაცო, ეს მოსთა ერთხელ თუ ხალხის არის, ხალხის ის ვაუჩერები და მე რომ ნახე. არა, თუ ხალხის იყოს და თუ მთავრობის არის. ნუ ეხა ესეთი მოწყობა სახელმწიფოს ჩვენ ვერ წარმოგიდგენია, ხო? მთელი ევროპა და დასავლეთ ცივილიზაციამ ასეა მოწყობილი, რას წარმომადგენელია. კომუნიზმიდან ვერ გამოვედით აქამდე, ნუ თორე იქ დასავლეთში ასე ცხოვრობენ. გადაფრინდი გერმანიას რომ ვფრინავ, ყველა ნაგლიჯი მიწა ვიღაც საკუთრება დამუშავებელია. ჩვენთან კიდე ცარი. ჩვენთან არ არის მიწების საკუთრება არ აქვს ადამიანს. უდიდესი ნაწილი საკუთრება. აბა რა გადასცა? მიმდინარეობს. თავრობამ რა გადასცა? კი, მაგრამ მიმდინარეობს რა გადასცა თუ ხალხის საკუთრება ხო გადასცა? ტყის ფლობა არ შეგვიძლია, ტყე არ შეიძლება გაყიდო. კანონის ხდები, აი კანონი აკრძალული მაქვს, აი იგი ვიყიდო ტყე. ჩემთვის. მე რატომ მაქვს აკრძალული თუ არაფერს ნებადართული აქვს?